თუ შენ გჭირდება მაგისთვის мотиваცია, რანკი უკვე არ გაქვს. мотиваცია რისთვის არის რა, ანუ ცოტა უფრო სიღრმეზე რო შევიდეთ. мотиваცია მაშინ გჭირდება, როცა შენში ძლიერი რანკი არ არის სტაბილური და შენ გინდა мотиваცია, რაც ის არის, რომ ეგ დრაივი, კონკრეტულმა დრაივმა ძალაუფლება შეიძინოს, გაიზარდოს და გააკეთოს გასაკეთებელი რა. მარტივად რომ ვთქვათ, мотиваცია თუ გჭირდება რამის გასაკეთებლად, რაც გინდა, შენ უკვე რანკის ნაკლებობა გაქვს. ეგ არის რანკის ნაკლებობა. ანუ რეალურები ვიყოთ, ხო? რა არის мотиваცია? აი მინდა мотиваცია რომ ეს გავაკეთო. ეგ რას ნიშნავს, ხო? აი ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, იმას ვიმეორებ, რომ გინდა რომ კონკრეტული დრაივი შენში დომინანტური გახდეს, იმიტომ რომ ეგ რო დომინანტურია, ბუნებრივად აკეთებ, ანუ არ გჭირდება мотиваცია. არ გჭირდება, ხო, არანაირი ну მოკლედ რა მიხვდებოდით მაგას არ ხართ სულელები. ხო და აი მაგალითად რა ვიღაცამ დაგცინა რა სიტყვაზე საჯაროდ. აი აქ როგორ მოიქცევა, რო ავიღოთ დაბალი რანკი და მაღალი რანკი. დაბალი რანკის ადამიანი მაგ დაცინვას აი ესე ტვინში რო იციან ჩახვევა და ის ამი დღე რო ფიქრობენ, როგორ მოიქცეოდნენ, როგორ უპასუხებდნენ. რაც ღმერთო ჩემო, ეგ ძალიან დაბალი რანკის მაჩვენებელი არის და იმედია ვინც მისმენს არავის არ გამოუცდია ეგეთი არაფერი და არც გამოცადოთ და თუ გამოცდით მოინანიეთ თქვენი ცოდოები. ეგ მაგალითად აი მიიღო რაღაცა პატარა დაცინვა საჯაროდ და ნუ დაბალი რანკი აქვს, უნდა ახვიოს ეგ დღეები, უნდა ასევე რა გააკეთოს. სიმპათია სჭირდება, ხო ხვდები, მივიდეს თავისნაირ გამოყლევებულებთან თავის ბაბლში, რომ იმათმა დაამშვიდონ, რომ უთხრან, რომ აი ყოჩახშენ, რომ სიტყვაზე არ აყევი, ვაიმე ეს. ანუ 1000-ნაირი რამე რა. მერე კიდე მორალურად რო არიფრეიმებენ რა, მორალურ ჩარჩოს რო უდგენენ, ეგეც არის დაბალი რანკის ქცევა. ამას მორალურად არ ვამბობ რა, რომ დაბალი რანკი ცუდია და მაღალი კარგია, რამე ეგეთი მორალური გაგებით. არა, მაგას არ ვამბობ და მე შევეხებით მაგ თემას უფრო დეტალურად. მაღალ რანკს რაც შეეხება რა, მაღალი რანკი აი მაგ დაცინვას, რომელიც სადმე საჯარო ადგილას მიიღე, რას შვება? ჩვეულებრივად იღებს, აგრძელებს და ნუ მარტივად რომ ვთქვათ, არანაირი შინაგანი ჭრილობა არ აქვს, არანაირი შინაგანი სისხლდენა. როგორ მოიქცევა? მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ კი მაგ ქცევის უკან არ დგას შინაგანი სისხლდენა, ხო ხვდებით? აი ეს სისხლდენა არ უნდა იყოს. როგორ მოიქცევა იქ უპასუხებს, რამეს ხარტად დასცინებს, თუ საერთოდ დააიგნორებს. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა იმას აქვს, ეგ ყველაფერი საიდან გამომდინარეობს. და თუ ეგ აი მართლა ჭრილობიდან გამომდინარეობს, ნუ ეგეც დაბალი რანკის მაჩვენებელი არის რა. და ნუ რაც მთავარია, რანკი არ არის მორალი. იმიტომ რომ მორალი კითხულობს, ეს სწორია მორალურად. ან ეს კარგია მორალური გაგებით. ნუ კარგი, ცუდი, სწორი, არასწორი, ოღონდ აი სუფთა მორალური კონტექსტით რა. მაგრამ რანკი საერთოდ სხვა რამეს კითხულობს. რანკი კითხულობს, ეს მე მაძლიერებს თუ პირიქით ნაწილებად მშლის. ანუ ამით მე ვიფლერტები თუ პირიქით ვძლიერდები. და ეს ორი სხვა რამე არის. თუ გინდა რომ შინაგანი რანკი მაღალი გქონდეს, აი ეგ მორალი და ეგ სხვადასხვა სისულელეები, რაც მონებისთვის არის რეალურად საჭირო, რომ მათზე მაღლა მდგომები რაღაცნაირად დააკნინონ, დაიმორჩილონ, დაასუსტონ, რაც მთავარია, მაგას ემსახურება მორალი დასუსტებას, იმიტომ რომ ვერ წაუთაქებ რა შენზე ძლიერს, ხო ხვდები? ამიტომ რაღაცა სუსტი რო ხარ, რაღაცა უნდა გამოიგონო, ხო? და სისუსტიდან გამოგონილი ერთ-ერთი ეგეთი სქერობა არის მორალი. ხო ხვდებით? და სხვა არა, მოდი გულწრფელები ვიყოთ რა. ანუ დაივიწყეთ თქვენი ყველა რწმენები, რამე აი გულწრფელობას, რასაც გრძნობთ რა ამ მომენტში, აი მაგას მიყევით. სხვა რა ჯანდაბა არის მორალი გაფიცებთ. სხვა რა შეიძლება იყოს გარდა ის, რომ სუსტმა მოიგონა, რომ დაასუსტოს მასზე ძლიერი. სამყაროში, სადაც ძალაუფლება წყვეტს ყველაფერს. სამყაროში, სადაც ძალაუფლება არის მთავარი და ყველაფერს წყვეტს, ხო? მანდ მორალი რა ჯანდაბა შეიძლება იყოს სხვა ფიზიკურად. ამიტომ განა ის მორალურია თუ არა, არამედ ეს მე მაძლიერებს თუ მშლის, თუ
თუ მანაკუწებს. ელიტარულო მაყურებელო, ეს იყო პატარა ამონარიდი მასტერკლასიდან სრული დაულევი მასალა, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება არაერთ ასპექტში შეცვალა უკეთესობისკენ, გელოდება დახურულ არხზე ნიკო სვანიძე.com, დროა რომ დადგე ბრბოზე მაღლა და ამისთვის ეს არხი არის იდეალური. გელოდებით ელიტარულ სივრცეში.